მოგესალმებით ყველას, მე ვარ ატეტეს, მე გადავიღე პროფესორს და მოგესალმებით სტუდიაში. დალექით და კომენტარით გამოუჭედით შემდგა გაქტილოთ ზარეზის ხელაკეთ შემიდობი. არ გამოდოთ. დღეს პროფესორში გაჩვენებთ ორ მეჩს თუ როგორ ავიყვანე კარლი 1000-ზე. აა შემოგთავაზებთ ორ მეჩს, ტრიოში უდანოზე ავიყვანე და ასევე მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ დღეს ასევე დაიდება გამოკითხვა. 4 ბრაულერი ავარჩიე, თუ რომელიც კი ნევიყიდო, ამას თქვენ გადაწყვეტთ. ვადა იქნება შემდეგი ვიდეო რა, შემდეგი ვიდეო როცა დაიდება, არ ვიცი როდის დაიდება, მაგრამ ვეცდები რომ მალე დავდო. იმიტომ რომ იქ და კვირა უკვე არ დადგებია და თითქმის ყოველ დღე ვეცდები რომ ყოველ დღე შემოგთავაზოთ. ეს არის თქვენზე დამოკიდებული, თუ როგორი ლაიქები ექნება, ნახვები და გამომწერებს როგორ მემატება და ასევე მეგობრებო 23 გამომწერი მაკლია 400 გამომწერამდე და გთხოვთ. რაც შეიძლება მალე ავიდეთ 400 გამომწერამდე. პირველ ჩვენი სკინი იქნება El Dragon Overdose, რომლის სკინიც ძალიან მომდონს. მეორე იქნება ჩვენი ბოზე Underworld Bo, რომელიც ძალიან ლამაზი სკინი არის, ორს ბოც არის, მაგრამ მე რატომღაც ეს მინდა, მაინც უფრო ლამაზი არის. შემდეგი არის გეილის სკინი, რომელიც სახელის წაიკითხვას არც მე ჩემნია რომ ვეცადო, თორე ენას მოვიდე ხავ ჩემი ბედი რო ვიცი, ეს გეილის ულამაზესი სკინი, ეს ასევე Brawl Pass-ის სკინი იყო, ძველი Brawl Pass-ის სკინი არის. და ჩვენი Evil Genie, რომელიც ასევე ძალიან ლამაზი სკინი არის და ძალიან ძველი სკინიც არის ამავდროულად. კაი მეგობრებო, ბევრი რა არ ვილაპარაკოთ, მოდი გადავიდეთ ჩვენს პირველ მეჩზე. ესე დაიწყო ჩვენი პირველი მეჩი. ჩემი მეგობრებთან ერთად დავკაჩე. მე ვიყავი კარლით, მეორე იყო ელმატადორი თამაშობდა, სახელებს არ ვიტყვი. მოდი, მე ზარება წაკითხვა. თამაშობდა სურჯით და მეორე ჩემი მესამე თიმეითი, ჩემი მეგობარი თამაშობდა რიკოთი, რომელიც გაანადგურეს, მაგრამ აქ ჩემიანმა სურჯიმ ძალიან კარგად გაანადგურა ერთი ბრაულერი, მოწინააღმდეგის გუნდის. მოდი უცბად პატარა მოყოლას დავიწყებ თუ კარლის ისტორიას მცდელობები. მე მგონი მესამე მცდელობა თუ მეოთხე მცდელობა ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ პირველი მცდელობა დამთავრდა ძალიან ცუდად, იმიტომ რომ 970-მდე ავკაჩე, მაგრამ სამწუხაროდ შემდგომში დამეწყო წაგებების სერია, ჩამოვიკელი 900-მდე ჩამოვედი, 900 არ ჩამოვწდი, მეთქი 900-ს თუ ჩამოსდება, ხელს აღარ მოვკიდებ, მეთქი 900-მდე უნდა ვითამაშო. 900-ს თუ ჩამოსდება, ანუ ვიფიქრე რომ 900-ს არ ჩამოვაცილე, მეთქი რა რომ შემდგომში რომ დავიწყო აკაჩვა, მეთქი გამიმარტივდეს აკაჩვა. მართლაც ჩამოვედი მანამდე 900-მდე ჩამოვედი, გავაჩერე, ხელი აღარ მოვკიდე და დავიწყე მე Duo Showdown-ების თამაში, რომელიც ასე თუ ისე კარგად წავიდა და თითქმის დავაბრუნდე 950-მდე ავედი, მაგრამ დამეწყო ისევ წაგებების სერია. აქ ეს ხელი როგორც ვთქვათ, მეორეზე გავედით, ამ მეჩზე საერთოდ არ მისაუბრია. მოდი მეგობრებო, უცბად გადავიდეთ ჩვენს მეორე მეჩზე. ესე დაიწყო მეგობრებო ჩვენი დღეისათვის ბოლო მეჩი. უკვე ბოლო მეჩი, იმიტომ რომ აქ გარანტირებულად ავიყვანთ 1000-ზე, 1800-ზე. სად გავჩერდი საუბარი? გავჩერდი იქ რომ ავიყვანე ისევ 950-ზე Duo Showdown-ებში, მაგრამ სამწუხაროდ ისევ წაგებების სერია დამეწყო, ისევ ჩამოვედი 900 რაღაცასამდე, მაგრამ მეთქი დამწნარდი, რატი ნამშვიდი ყველაფერი კარგად იქნება და მოუმატეთ ასე და 930-მდე ავიყვანე. შემდგომში უკვე დავიწყე Trio Showdown-ი გამოვიდა, დავიწყე დაახლოებით კარლით ერთი თვე, ანუ მცდელობები აღარ მქონია დიდი ხანი, მაგრამ მაინც მინდოდა რომ კარლი ამიყვანა 1000-ზე და ეს მე შევძელი, როგორც ხედავთ და როგორც უკვე წინა ვიდეოშიც ნახეთ, რომელსაც ასე თუ ისე ძალიან ბევრი ნახვები აქვს, აღარ მახსოვს, ბოლოს რო ნახე 177 ნახვა ქონდა და ლაიქები 12 თუ 13 ქონდა, უბრალოდ აღარ მახსოვს. და ავიყვანე ეს ჩვენი კარლიც. შემდეგი გაჩერება მე ვიცი რაც არის, ახლა არ მინდა რომ წინასწარ ვთქვა, თორედ ათარს ვაიცეს ხოლმე. რაც არის ეგ არის. კარლი არის ერთ-ერთი ძალიან კარგი ბრაულერი არის. ადრე, მაღალთასიანებში რომ შედიოდი, კარლები თამაშობდნენ ხოლმე ყველანი რა. მე ასე თუ ისე კარლი მომწონს. მეჩსაც შეეხება, ინტერნეტი ისე მიჭედავდა, რომ ზოგ მომენტში კაცი ვერ დამყავდა და ეს რამდენიმე ეპიზოდშიც გამოჩნდა და კიდე გამოჩნდება. აქ სამწუხაროდ მოვკვდები, მაგრამ არანაირი პრობლემა არ არის. მოდი სადაც დავსპაუნდე, იქ ვიყვეთ. აი ესე მშვენიერია. ესე იგი, ხო, რას ვამბობდი? ინტერნეტი მილაგავდა, მიჭედავდა. ზოგ მომენტში ჩემი ბრაულერი ვერ დამყავდა და
მიწევდა ხოლმე, ანუ კემპერობით არ ვკემპერობდი, მაგრამ ვერ დამყავდა კაცი და აი ამ მომენტშიც ძალიან კარგად გამოჩნდება. აი შეხედეთ, ძალიან გთხოვთ. აი ნახეთ, აი გავჩერდი, კაცი ვერ დამყავდა, გასროლა გააკეთა ძალიან გვიან და აი აქაც ნახეთ, დილეი მქონდა. აქაც აი აქაც უნდა გაჭედოს. მანდაც გამიჭედა ვიცი. აქ სამწუხაროდ ერთ-ერთზე დავრჩი სპაიკთან და სპაიკმაც გამონადგურა და ასე ავიყვანე ჩემი კარლი 1000 თასზე. ამ წუთიანი ვიდეო გამოვიდა 5 წუთიანი რაღაც ამ ბოლო დროს მოკლე ვიდეოებს მოვუხშირე ძალიან გამოკითხვა დაიდება შემდეგი ვიდეო ზუსტად მაგაზე იქნება თუ რომელი სკინი უნდა ვიყიდო დრო ალბათ არ ვიცი ახლა ამ შაბათ-კვირას მეცლება თუ არ მეცლება მაგრამ თუ იქნება დრო იქნება მოდი კაი ამ შაბათ-კვირას მოდი სხვა ვიდეო დავდოთ რამე სხვა თუ მეცალა სხვა ვიდეოს დავდებ და თუ არ მეცალა დაიდება ორ შაბათამდე იქნება დრო ორ შაბათს სკოლაში არ მივდივართ, ვისვენებთ და ორ შაბათს დაიდება რომელიმე სკინის ყიდვა და ძალიან ბევრი ბლინგები მჭირდება, იმიტომ ისეთ რაღაცები მოვიფიქრე მე აქ. რომ გამომადგება ბლინგები ძალიან ბევრი ბლინგი მინდა. ასე რომ ვთქვათ. რა გადავწყვიტოთ? კაი, გადავწყვიტე რომ აქ დაგემშვიდობოთ. მოგლეთ მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგესალმებით ეს ვიდეო, დალაიქით, დააკომენტარეთ, გამოვიჭედით ამას და გააქცევთ საერთოდ ხელაკეთ შემიძლია არ გამოდოთ, მე კი შეგხვდებით მომდევნო ვიდეოში. დროებით.